რუსული ნიჩბების წინააღმდეგ წავიდნენ 35 წლის ჩვენი თანატოლები, ჩვენზე ბევრად პატარები და მაშინდელი შობლების თაობის წარმომადგენლები. როდესაც დაინახეს და იგრძნეს, რომ ქვეყანას სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა, ხო? მაგრამ მაშინ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით 70 წელიწადი და მოვიპოვეთ ორლესულ ნიჩბებს. თავი შეუშვირა ბერმა ქალმა და ბავშვმა. და მათი სახელი და გვარები ისტორიამ დღემდე შემოინახა და მრავალი საუკუნე შემოინახავს. იგივე ხდება დღეს, მაგრამ ზეპის სიტყვიერებაში რიტორიკულად როდიონოვსაც კი არ უკადრებია ის რაც გუშინ იკადრა ივანიშვილმა. აი ამ გამზირზე, სადაც სიცოცხლეები დაითმო, ხო? სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, იმისთვის რომ სახელმწიფო გქონდეს, იმიტომ რომ გქონდეს შემობატონო რუსთაველის გამზირი, რომ გქონდეს ჭონქაძის გამზირი და არა გუდოვიჩის ქუჩა და არა ჭონქაძის ქუჩის დაცვა. გოლოვინის გამზირის მაგრამ რომ გქონდეს რუსთაველი, რომ ქართველობა ფასდებოდეს ამ ქვეყანაში, აი ამას დაუთმეს სიცოცხლე. და იგივე ხდება კაცმა, იმიტომ რომ ფული ვერ შეიგოს მოპარული. გაბედა და თქვა ამავე გამზირზე. რომ ევროპული მომავალი საფრთხეს უქმნის ჩემს ფულს და ქონებას. და რა უქმნის ვინმეს? რატომ ვდგავართ აქ? ვიდგებით მუდამ, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოს დეა ქართული სახელმწიფოსთვის, თავისუფლებისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ენერგია ყველაზე ძლიერი ენერგია, ყველაზე ქართული ენერგია და ამ ენერგიით, როდესაც ჩვენ ძლიერდებით, ხო? აი ხორუმი, საბრძოლო ქართული ცეკვა, სადაც ერთად დგებიან, დაზვერვაშიც მიდიან, ბრძოლაში მიდიან, ცეკვით და იმარჯვებენ. აი ასე იქცევა და მოიქცევა ყველა ვინც აქვთ.